მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს. მოგესალმებით მამაო, დაგლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, დიდი მადლობა ამ შეხვედრისათვის. უღრმესი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მამა ადამ, ჩვენს რუბრიკას ქვია გზა მონასტრისაკენ. ყველანი კი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და როგორ იყო თქვენი ბავშვობა? როგორ გაიხსენებდით მას? ბავშვობა უბედნიერესი ხანა ადამიანის ცხოვრებაში და ამას ადამიანი რა თქმა უნდა ასაკში ხვდება. ასაკში ხვდება, რადგან ბავშვობა სავსეა იმედებით, სავსეა არჩეულებრივად დადებითი განცდებით და განწყობილებებით, რასაც ალბათ განაპირობებს ის სიყვარული, რომელიც ბავშვის ირგვლივ ტრიალებს, ის სიყვარული, რომელსაც მას ჩუქნიან. და ალბათ ამიტომაც უფროსებმა ჩვენ ესე იგი ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა გაითავისონ ერთი რამ, რომ არ დაზოგონ საკუთარი თავი სიყვარულში ბავშვების მიმართ. ალბათ მაინც ბავშვობაში ყალიბდება მომავალი ადამიანი. და მეც ახლა როდესაც ვწერ, ვიგონებან, ვფიქრობ, ვლოცულობ იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში ჩემს ირგვლივ იყვნენ, უფრო ვწმუნდები ამაში, რომ არა მარტო უბედნიერესი, უმნიშვნელოვანესი ხანაა და ის განცდები, რომელიც აქვს ბავშვს, ეს არის ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი ყველაზე უფრო თავისთავადი, არსობრივი, ონტოლოგიური განცდები, რომ ჯერ ხომ ბავშვს არაფერი გისწავლია. არადა მე მახსოვს, როცა მე და ჩემი და-ძმა დილით მე ბათუმში დავიბადე და გავიზარდე და მოგეხსენებათ ძირითადად დილით რომ მიღვიძებ წვიმს. აი თუ კი იმ დღეს სკოლაში არ მიდიხარ, საშუალება გაქვს რომ ისაუბრო, ხო, და-ძმებთან და არ წამოხდე ესე უცებ აი ამ ცივ, სველდანესტიან გარემოში და მე მახსოვს ეხლაც ძალიან პატარა ვიყავი, კითხვები. როგორ მოდის წვიმა? რას აკეთებს ღმერთი ამ დროს, როდესაც წვიმს, ან როცა თოვს? საიდან შემოდის ადამიანში ცნება ღმერთი? დღევანდელი ბავშვები, რომლებიც იზრდებიან თანამედროვე ქართულ გარემოში, მათ ეს ესმით. ისინი ხედავენ როგორ ლოცულობენ ირგვლივ, თქვათ მშობლები, ბებიები და ბაბუები, ხშირად ლოცვას კითხულობენ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ბოლოს და ბოლოს ზარების ხმა ისმის საქართველოს მთაბარში. მაგრამ მაშინ როგორი იყო, ამიტომ ეხლა არც მეგონა თუ ამას გავიხსენებდი, ჩვენ მუდმივად რაღაც მისტიკურს ვეძებთ. და როცა ეს ბავშვის ბუნებაში ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანის თანდაყოლილი თურმე თვისებაა. მამა ადამ, აი თქვენ თვითონვე შეეხეთ ამ თემას და თქვენი მშობლები, თქვენი ბებია-ბაბუა, თუ იყვნენ მორწმუნეები და აი როდის მოინათლეთ, თქვათ, აი როგორი იყო თქვენი პირველი შეხება ქრისტიანობასთან? მე არ მახსოვს როდის მოვინათლე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვილობაში მომინათლეს, დიახ. და ჩვენს ირგვლივ ეს ვთქვათ გავრცელებული ჩვეულებრივი როგორც სოციალური პრაქტიკა იყო, ასე აკეთებდა ყველა, ინათლებოდნენ და ჩვენს ოჯახში ვცხოვრობდით მე, ჩემი და-ძმა, ჩვენი მშობლები და ბებიკო, დედაჩემის დედა. იცით, რაიმე განსაკუთრებული საეკლესიო ცხოვრება ირგვლივ არ იყო, მაგრამ ბავშვობაშივე მესმოდა, როდესაც თქვათ მეზობლები, ქალბატონები ერთმანეთს გადაძახებდნენ. დღეს ხარება ყოფილა, აუცილებელი არის თევზი, რომ გაგვეკეთებია, ხომ არ გაგიკეთებია თევზი, აუცილებლად უნდა გავასინჯოთ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს სადილად რა იყო მომზადებული, შესაძლოა საერთოდაც არ იყო სამარხო, არაფერი. მაგრამ ეს ადამიანებში შემორჩენილი იყო, რომ
ხარებას ხსნილდება თევზი და თევზია აუცილებელი. არც ისე ადვილი საშონელი იყო ყოველთვის ბათუმში ზღვის სიახლოვის მიუხედავად თევზი, მაგრამ და ასე რაც შემოდიოდა ეს არაჩვეულებრივი სიტყვა ხარება, როგორ ჟღერს ესეთი რაღაც ქართული მადლი დაძდებს თვითონ სიტყვასაც და ბებოჩემი იტყო და ეს როგორც დალოცვას ისე ხარება და ხარხარება ჩვენ გულების გახარება თითქოს არაფერი მაგრამ ეს ილექებოდა ჩვენს ცნობიერებაში რაც თავად ჩვენს გულს ეხებოდა ეს აი როდესაც უკვე წამოვიზარდეთ ალბათ უფრო მეტს ვგებულობდით ამის თაობაზე კიდევ ერთი არც კი ვიცი ალბათ 3 წლის ნამდვილად არ ვიყავი გარდაიცვალა ბაბუა ეს მამაჩემის მამა და მე მახსოვს კარგად ღვდელი რომელიც მოდიოდა დღისით და გასაგებია მიუხედავად იმისა რომ ისეთი პერიოდი იყო 1964 წელი დაახლოებით ხომ და მოაქვს ჩანთა ის მახსოვს ესეთი სამოდელო ჩანთა დიდი ოქროს ჯვარი ესეთი წითური თმები გაშლილი ესეთი ანაფორა ეს მახსოვს როგორ დამახსოვდა ეს ყველაფერი ვამბობ ხოლმე რომ თლად ისე არ იყო ხომ არსებობდა ესეთი ადგილები სადაც მოხუცლეები აი ამ სახურებას მე არ ვიცი მაშინ ფანაშვიდის გადასახადად წესისასაგებად მოდიოდა მაგრამ აი ასე მოაბიჯებდა სოხუმის ქუჩაზე რომელზედაც ჩვენ ცხოვრობდით და ეს ამოტივტივდა მე როცა საჭირო იყო ასე რომ და აი ეს ბებია ძალიან ხშირად მას მამაჩემის დედა ხო მეუღლე გარდაეცვალა უფრო ადრე მას გარდაეცვალა ერთი ვაჟიშვილი და კიდევ ყავდა ბავშვობაში გარდაცვლილი გოგონა და ხშირად აკეთებდა საკურთხს და მე მახსოვს აი ოთახში სადაც იგი საკურთხს აკეთებდა საკმევლის ზონი დანთებული სანთლები და ეს გაწყობილი სუფრა თითოეული აკმევდნენ და მიცვალებულისათვის აუცილებლად გამზადებული საკურთხი და დაპატიჟებული ადამიანები ძირითადად სამეზობლოდან რათა მოეხსენებინათ სული და ეს ყველაფერი ადამიანს რჩება აუცილებლად მე ერთხელ მithქვამს ჩემს ქადაგებებში და საუბრებში რომ მიცვალებულთა პატივისცემამ და მიცვალებულთა მიმართ არსებულმა ქართულმა დამოკიდებულებამ რაღაც კდემამოსილებამ საფლების მოვლის აუცილებლობამ წინაპართა მიმართ პატივისცემამ განაპირობა ის რომ ეს რელიგიური კომპონენტები ასეთ ისე შემორჩა კიდევ მახსოვს ეს საფლავები ბაბუას ბიძის აი ხო ახალაძეების ოჯახის აი საფლავები ახლოს იყო და ახლოს არის ბათუმის სასაფლაოს ეკლესიასთან, რომელიც წმინდა სამების სახელზე გახდათ აგებული და მაშინ ჯერ კიდევ იდგა ხის ეკლესია, ცისფრად შეღებილი და შიგნით ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც ეს რუსული ეკლესიის ისაა დამახასიათებელი. მახსოვს ის რომ პატარა იყო, ამიტომ რომ შეხვიდოდი როგორც სახლში ესეთი სიმყუდროვე იყო და ესეც რჩება ადამიანში. ის ხატების რჩება, რომელიც იმ მეორებებიას, რომელიც ჩვენ სახლში არ ცხოვრობდა, ხომ? სახლში ქონდა და ამას რამდენიმე ადგილას მაქვს აღწერილი ჩემს ნაწარმოებებში, განსაკუთრებით პროზაულებში, შავ-თეთრი ხატები, რომლებიც ვრცელდებოდა ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, ბერძნული ძირითადად და რუსული. და იმასაც რომ ეს ხატები მიზიდველი ყოფილიყო, იმ დროინდელ ფოტოგრაფებს ჰქონდათ რაღაც ტექნიკა, ზემოდან ადებდნენ საღებავებს. მთლიანად კი არ იღებებოდა, ალაგ-ალაგ ეს იყო კარგად მახსოვს ესეთი იცით შაბიამნისფერი, ვარდისფერი, ყვითელი. ძირითადად ეს სამი ფერი იყო და მომწვანო. და ამითი და ეხლა სადაც დავინახო მაგალითად იონახტესოთყლის ეკლესიაში 1-2 ასეთ ხატი შემორჩენილია და რო შევხედავ ესეთი სითბო მეღურება ეს ბავშვობა მახსენდება. ხოლო რაც შეეხება ჩემს დიდ ბებიკოს დიდ ვეძახი, იმიტომ რომ გამორჩეული და განსხვავებული პიროვნება და საოცარი ადამიანი იყო.
ოლია ჩხიკვაძე ის გახლდათ ქრისტიანულ გერმანიაში გაზრდილი, რადგან ორი მისი ბიძა იყო დეკანოზი და ერთი მათგანი მამა ბასილი გახდა წინამძღვარი ახლანდელი ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩის ეკლესიისა. ყველაფერი რაც ხდებოდა აი სოფელში ეს ყველაფერი ბებოჩებს ჩემთვის უამბნია. იგი მოესწრო ცხადია იმასაც, როგორ ჩამოაგდეს ზარი ეკლესიიდან, მე როგორ ჩამოინგრა გუმბათი. ალბათ ასე ადვილად ეს არ ხდებოდა, რაღაცებს წინასწარ ამზადებდნენ და როგორ შეიცვალა მე ყველაფერი. სკოლაში სწავლობდა საღვთოს ჯულს, თამასაც გვიყვებოდა, მაგრამ საღვთოს ჯულს სწავლიდნენ რუსულ ენაზე, ძალიან ბევრი სიტყვა, მიუხედავად არც თუ ისე ჩვეულებრივი ცოდნისა რუსული ენისა მოგესალმებით ესეთი განათლება ქონდა მიღებული, აი სწორედ საღვთოს ჯულში ქონდა წარმოთქვამდა ისე, როგორც ქონდა დამახსოვრებული ბავშვობაში და ხშირად არასწორად, იმიტომ რომ მათ ეს არ იცოდნენ და ის რაც მაშინ და ხსომებდა ადამიანის ბავშვის გონება, ის მერე ყოველთვის ასე რჩებოდა. ასე რომ მე ვფიქრობ შემდგომში, როცა ჩვენ წამოვიზარდეთ, საუბრები იმის თაობაზე, როგორ აღნიშნავდნენ აღდგომა სოფელში, რა ხდებოდა სახლში, რანაირად კეთებოდა ეს ყველაფერი, როგორ სამოსელში იყო გამოწყობილი აი მამა ბასილი და სხვა სასულიერო პირები, როგორ აპირებდა სასულიერო პირობას ჩემი დიდი ბაბუა სიმონ ჩხიკვაძე და ასე შემდეგ, ჩვენ რაღაცერად გვაახლოვებდა, თუმცა ეს არ იყო ეკლესიურ ცხოვრებაში ჩაბმის რაღაც მცდელობა. მამა და აი იმოქმედა თუ არა ამ გარემომ თქვენს გადაწყვეტილებაზე შემდეგ რომ გამხდარიყავით სასულიერო პირი. პასუხობ ამ შეკითხვას მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში ეს ბოლო 30 წელია, რაც სხვაგვარად მოვედი ეკლესიაში და პასუხობ სულმუდმივად რომ ვეძებ რა იყო. ეს ყველაფერი ცით ეს ლაგდება ჩვენს ქვეცნობიერში, არაცნობიერში. ზეცნობიერი თლად შეუცნობია ჩვენთვის და ამიტომ სავარაუდოდ აი ლაგდება და მე გადამოდის ცნობიერში და იცით განაპირობებს მე ჩვენს გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ მარტო ცოდნა არ არის საკმარისი. იცით ის ინფორმაცია, რომელიც მუშავდება აზროვნებაში, გონებაში, თავის ტვინში, ესეც არ არის საკმარისი, ხომ? მე ეს ინფორმაცია გულს უნდა გაეგზავნოს და იქ უნდა დახვდეს. აი გულს ამზადებს მთელი ჩვენი ცხოვრება. აი რაც კი გვახსოვს. მე ვფიქრობ, რომ აი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც ის, რომ მე მაშინ მღვდელი დავინახე და მინდა გითხრათ, რომ არც კი ვიცი, როდის წამოტივდი და თქვა ერთი 10 წლის წინ შეიძლება პირველად გამახსენდა 15 წლის წინან, როდესაც დავწერე მცირე პოემა ბოცორიაზე, ბათუმელი ბოცორია ალბათ ეხლა ძალიან ბევრმა იცის და ჩვენ მომსწრე ვართ და მისი შეფუთორე ბავშვობაში. მე სამწუხაროდ უკვე ქალაქი დავტოვე და მას აღარ ვიცნობდი. ხომ? აი ეს ყველაფერი და მე აი იმ პოემაში მაქვს ესეც რომ ალბათ ბოცორია ლოცულობდა ჩამზეთქო ხო ხედავდა ბავშვებს. ჩვენ ვიმალებოდით, იმიტომ რომ გვეგონა რომ ეს იყო, ნუ არა ჩვეულებრივი ადამიანი, ხომ? ის სალოსობდა და ჩვენ ვიმალებოდით და ვყურებდით ხობის შიგნიდან, რომ აი ბოცორიამ გაიარა და ეს უბრალოდ არ არის. აი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არც კი ვიცით. როდის ვისი ლოცვა წამოგვეწევა. და მაინც თქვენ აბსოლუტურად სხვა გზა აირჩიეთ, სხვა პროფესია აირჩიეთ თავიდან. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ აი როგორ შეიცვალა, რამ შეცვალა თქვენი ცხოვრება. არის ესეთი ცნობილი გამოთქვა, რომ ეს დიდი საეკლესიო მამები გვასწავლიან უყურე ღვთის ხელს. საით მიყავ ხარ და მიხები მას. თუ კი შენ იმიტომ რომ ხმართ ხელჩაკიდებული დაყავ ხარ. თუ კი შენ უძალიანდები, თუ კი ერთი მიმართულების მაგივრად მეორე მხარეს მიდიხარ, მაგრამ რა არის, როგორ უნდა დაუჯერო და გაყვე, ეს ცალკე ნიჭია. დიახ, რა თქმა უნდა. ყველაფერი ნიჭია, ანუ ტალანტია. აი რასაც სახარებაშია საუბარი ამ ტალანტს უნდა ძალიან ღრმა და მრავალმხრივი გაგება.
აი ამის გარეშე რაც ღმერთისგან მოგეცა, არაფერიც არ მოხდება. ეს არის გამსაზღვრელი. მერე უკვე შენი მოღვაწეობა. ამიტომ მე დაახლოებით ვიქნებოდი მე-7 კლასში, როდესაც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ გავხვდები ექიმი. და რანაირად მოხდა ეს? ოჯახში არავინ არ არის ექიმი, ერთადერთი შეხება მედიცინასთან, თუ ამას ასე შეიძლება ერთადერთი უწოდეს, ხოლო ხშირად ავადმყოფობდი 12 წლის ასაკამდე და შესაბამისად მოგწონდათ ის მზრუნველობა რასაც არა, აბსოლუტურად არ მქონდა პირიქით. მახსოვს ბავშვთა პოლიკლინიკაში, სადაც ხან აცრაზე მიმიყვანდნენ, ხან კიდევ რამე ტრავმა მქონდა მიღებული, საგვარად ხშირად შევდიოდი, გული მიჩქარდებოდა. ეს იყო ერთდროულად რაღაც განსაცდელ, აი მივდიოდი როგორც აი ბიჭი გოლგოთაზე, რეზვინანიშვილისავს გამოთქმა. ხო რაღაც ამის მსგავსი იყო. არაფერი დადებითი განცდა მე არ მქონდა, არც მაშინ როცა თერთხალათიანს უყურებდი, არც, მაგრამ რანაირად ყალიბდება ეს ყველაფერი. და სულ რაღაც ხომ გამომძიებელი მინდოდა ყოფილიყავი ალბათ შერლოკ ჰოლმს რო ვკითხულობდითა და კიდე სხვა აგატა კრისტის დეტექტივებს. მე რა ვიცი კიდე რაღაცეებს ვფიქრობდით, მაგრამ უცებ შემოვიდა ეს სურვილი. ეს ზუსტად ასე შემოვიდა და მე მგონია რომ ეს აი ამ გზის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო. მაშინ მე ღვთისხელს ვერ ხედავდი, მაგრამ პირდაპირ მიკარნახა და ჩემთვის იყო ისეთი აღმოჩენა, რომ ახალი სამყაროსი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ამას რო გავიფიქრედი, რომ მე უნდა გავხდე ექიმი და არც ვიცი რა წარმოვიდგენდი მაშინ არა. როგორ გადაარჩენდით ალბათ? არაფერს მსგავს. აი ეს ხო მარტო გახსენება და ისეთი ნეტარება მეუფლებოდა, სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. პატარა ბიჭს ხო რაღაცა 12 წლის. ვის რომ აი ეთყობა ამით ღმერთი მზრდიდა და მასწავლიდა რომ აი ასე რაც გინდა ის უნდა გააკეთო და მახსოვს პირველი აი შეხება, როდესაც ჩვენ უკვე მხოლოდ მერვე კლასიდან ვიწყებდით შესწავლას, ესეთი საგანი იყო ადამიანი. ადამიანის ანატომია, ფიზიოლოგია და ჰიგიენა. შემოკლებით ყველა ანატომიას ეძახდა ამ საგანს, მაგრამ არა ადამიანი იყო ასეთი საგანი და ერთ-ერთმა ჩემმა პედაგოგმა არა სკოლაში, არამედ ცალკე ვსწავლობდით ბიოლოგიას, ბიოგეოგრაფიას და ბევრი ინტერესები გვქონდა მაჩვენა ეს წიგნი მერვე კლასელთათვის გაკუთვნილი, მაგრამ გამოცემული მოსკოვში, სადაც იქ სპეციალურ სკოლებში ასწავლდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფო ფერადი იყო. და პირველად ვნახე ის რაც მე უკვე ჩვენთვის მთელი ცხოვრება მნიშვნელოვანი არის ატლასებით, ანატომიური ატლასებით შესწავლა ადამიანებისა, ადამიანის აგებულებისა და ასე შემდეგ. აქ ამის ელემენტები ვნახე. კარგად მახსოვს პირველ სურათი, რომელიც მან მაჩვენა და რატომ მაჩვენა. ეს იყო სისხლის შემადგენლობა. უჯრედები, ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები და ეს ყველაფერი და მე ასე ვუყურებ, დიდი ემოციების გამო მხატველი არ ვიყავი, უფრო ინტროვერტი ვიყავი ყოველთვის, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს ის სამყაროა, ესეც კარი იყო ამ სამყაროში და აი დღესაც მე მართლა უსაშველოდ მადლობელი ვარ უფლის, რომ სწორედ ამ გზით წამიყვანა, რადგან ის რაც მომცა საექიმო მოღვაწეობამ, ეს ყველაზე დიდი რაც შეიძლება ცხოვრებაში მიიღო ადამიანმა, განიცადო. ეს არის ის უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საოცრად მეხმარება დღეს, რადგან ჩვენ ასე გვასწავლიდნენ ჩვენი დიდი მამები და დედები, რომ მოძღვარს ერთი მნიშვნელოვანი რამ სჭირდება, დიდი გამოცდილება. სხვანაირად თანაგრძნობა არ გექნება და თუ თანაგრძნობა არ გექნება, ვერანაირი წყაბსი ვერ გამოვა შენგან. იმიტომ რომ ექიმს უწევს არა მარტო ზრუნვა, ნამდვილი ქრისტიანული ზრუნველობა ყველაზე. უპირობოდ. მე ექიმს იმისთან არამეს უმხელს პაციენტი, რასაც არავის არ ეუბნება, არც მეუღლეს, არც მშობელს. ერთის მხრივ მას აქვს გარკვეულად იცით
მოახლოებული განსაცდელის და შესაძლოა სიკვდილის შიშიც და მას უნდა რაღაც ამოთქვას. და ამიტომ მე არაერთი ასეთი ახსარება მიმიღია, ვიდრე ექიმი ვიყავი და ადამიანებს უთქვამთ და როცა ერთს ჩემს სულიერ მასწავლებას უთხარი, რა ვუთხრა, რომ ჩემთან მოდიან ადამიანები და მებნებენა ეს მოისმინა. ეს უნდა გითხრათ, მებნები იცით მე ეს იცით რომელი პერიოდია უკვე როცა მკითხავს ვსვამ, როცა მე უკვე მორწმუნე ვარ. ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობ უბრალოდ და ვიტყო რომ მოусმინე და როცა მღვდელი იქნები, ისინი გაიხსენე და მათთვის ილოცე. მამადამ, აი რა იყო ის ბიძგი, რამაც თქვენ სამონასტრო ცხოვრებისკენ გიბიძგათ? არანაირი ბიძგი არ ყოფილა, არანაირი რევოლუციური ცვლილება არ ყოფილა. ეს არის სრული ევოლუციის შედეგი. ცით ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რასაც ახლა ვიტყვი, რომ მე როდესაც დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, ეს იყო, როდესაც დავბრუნდი საქართველოში 1991 წელს. გამოღვიძების მაშინ როდესაც არა ეს უკვე გამოღვიძებულია ყველაფერი 1991 წელს უკვე ადამიანები ემზადებიან საქართველოს დატოვონ და წავიდნენ და მოიწყონ თავისი ცხოვრება საქართველოს გარეთ. სწორედ ამ დროს ვბრუნდებით ჩვენ საქართველოში მე, ჩემი კოლეგები, თანაკურსელები, ახლობლები 91-92 წლებში და მე მქონდა ესეთი თვისება, როცა თბილისში ჩამოვიდოდი. ერთი სული მქონდა სიონში, როდის მივიდოდი. ცით არა ნათესავების მოსანახულებლად, არა მთაწმინდაზე, რომ ავარდნილიყავი ან კიდევ რაიმე მენახა. არა შიგნით რაღაცა ძალა იყო, რომ მე სიონში უნდა მივსულიყავი და ეს მე ჩვევად მეკცა. ფეხით ბევრს დავდიოდი მაშინაც და რომ მივაღწევდი თავისუფლების მოედნიდან ლესერჯის ქუჩის დასაწყისს, მაშინ ხოლოდ ამოვისუნთქავდი. მანამდე აიცით, ცოტა შეკრული რაღაცა, აი ესე მივდიოდი და ახლა კი დავადექი სიონის გზას. რა იყო ეს? ეს არის ის ღვთის ხელი, საით მიყავ ხარ მას. ოღონდ ეს არ არის იძულებით. შენ რას გააკეთებ? მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც დავდივარ, იქ ხან შამნობას ვესწრები, ხან ლიტურგიის რომელიმე ნაწილს, ხან საღამოს ლოცვას, მაგრამ ეს არაფერი მოწესრიგებული არ არის ჩემში და არც ვიცი. მაგრამ რაღაცნაირად თანდათან გამოჩნდა სურვილი, რომ ვისულიყავი და მე თქვა ახსარება, მადლობა ღმერთს, რომ ჩემმა თანაკურსელმა და მეგობარმა დღეს ცნობილმა კარდიოლოგმა ნინო კუბადაძე მიმიყვანა თავის მოძღვართან. მე ვთხოვე რომ მივეყვანე მასთან, მაგრამ მითხრა რომ პასუხს ვერ ვაგებ, შეიძლება არ მიგიღოსო. და ასე პარასკევს საღამოს ლოცვაზე მივედით, იმიტომ რომ შაბათს დილით ატარებდა სიონში ვახტანგ გორგასლის ეკვდერში წირვას. და იმის მერე წლების განმავლობაში ეს წირვა არასოდეს არ გამიცდენია, ვიდრემდის მერე არ შეიცვალა. ყველაფერი ეს მოწყვლი გახლდათ პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, დღევანდელი მიტროპოლიტი იოანე. და რით შეიძლება თუ არა და როგორ უნდა თქვა ეს, მაგრამ რა არის მოძღვარი, როგორ უნდა იყოს მოძღვრისა და სულიშვილის დამოკიდებულება, ეს ურთულესი რამ არის. და როდესაც გავხვდი მღვდელი, მაშინ მივხვდი თურმე იმ წლების განმავლობაში, როცა დავდიოდი მამა გიორგისთან, მამა გიორგი ყოველ დღე მასწავლიდა ამას. რა თქვას მოძღვარმა, როგორ უნდა მოიქცეს, რა გვარად, როდის ჩაფიქრდეს, როდის რა ტონალობაში უნდა უთხრა, როგორ მისცეს შენიშვნან პირიქით, როგორ მოეფერო და ეს იყო ესეც ღვთის ხელი იყო, რომელმაც მიმიყვანა არაჩვეულებრივ. მე მაქვს ნათქვამი ეს, რომ თუ კი ვინმე აქვს ეს მოძღვრობის გამორჩეული ნიჭი ქართულ ეკლესიაში, სწორედ ასეთ მოძღვართან მიმიყვანა ჩემო ცხოვრებამ და აი რომელი იყო პირველ რიგში თქვენი ტაძარი, პირველი ტაძარი, სადაც მსახურობდით და გინანიათ თუ არა ოდესმე აი ამ გზის არჩევა?
დიაკვნად მაკურთხეს სიონის გაგათედრო ტაძარში მე იმ თაობას მივეკუთვნებ რომელიც მისმა უწვიდესობამ ჯქონდა ეს ფუფუნება ყოველდღიური ურთიერთობებისა და მისი ფრთის ქვეშ გაზის აი ეს წლები რომელსაც ჩვენ ყვებით აი 91 წლიდან მოყოლებული სულმუდმივად პატრიარქის ლოცვის და მისი შემყურებ ცხოვრობდით და 93-ში მე უკვე საპატრიარქოს თანამშრომელი გავხდი ხო მე ვიყავი ასე ვთქვათ პირველი ოფიციალურად ექიმის თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი და წლების განმავლობაში ეს ასე გრძელდებოდა და დიდი გზა იქამდე ვიდრე მე დიაკონი გავხდი მანამ რა თქმა უნდა ბერად აღვიკვეცე და ცხადია სადაც გაკურთხებენ სადაც მოხდა გაკურთხება იქ რამდენიმე მსახურებას ესწრები მე დავბრუნდი ჩემს მონასტერში ეს გახლავთ თბილისში თაბორის მთაზე არსებული ფერისცვალების მამათა მონასტერი რომელშიაც ეს პირველი აღკვეცა იყო ბერად და იქ უკვე ბერდი აკურად მსახურებდი და იქ ვისწავლე ყველაფერი მონასტრის წინამძღვარი გახდათ მაშინ იღუმენი ახლა არქიმანდრიტი მამა ბართლომე და აი მამა ბართლომეს ნამშის მიწერია კიდეც და მithქვამს არაერთხელ არაჩვეულებრივი ჩვენ ასაკობრივ განსხვავება ვქონდა მე ბევრად უფროსი ვიყავი რომელსაც აქვს უნიკალური თვისება და ნიჭი ადამიანებთან ურთიერთობისა და აი დობის გამოცხადებისა და აი დობის გამოცხადებაში გასწავლოს ის რაც შენ აუცილებლად უნდა იცოდე ის პასუხისმგებლობა რომელიც უნდა კონდეს და იმდენად მნიშვნელოვანი იყო დიაკვნად მსახურება რომ მე როდესაც დაიწყო საუბარი ჩემს ღვთისმსახურებაზე ვთხოვე რომ მამა ბართლომე თუ შეიძლება ეს რაც შეიძლება გადავდოთ იქით და მე ბევრ ადამიანს ვეუბნები ამას ჩემ გამოცდილებით რომ ეს ანგელოსებრივი მსახურება დიაკვნობა ეს არის ძალიან დიდი მადლი რომელიც მიეცემა ამ გზაზე მიმავალ ადამიანს მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა რამდენიმე თვის მერე მე ნიკოლოზობას 19 დეკემბერს უკვე უდლად მაკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ახლად გახსნილ სამების ტაძარში ეს იყო პირველი მღვდლის კურთხევა მანამდე ეს არ იყო აღსრულებული და ცხადია იქ დავრჩი უკვე როგორც მსახური იქ ესეთი მუდმივი მსახურება ჯერ არ არსებობდა და ამიტომ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე მსახურებდი გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც მოფიცანდებოდა მისი უწვიდესობა დანარჩენ ყოველდღე დილის და საღამოს მსახურება სრულად ღმერთმა გამოგზავნა არაჩვეულებრივი გალობლები მედავითნეები რომლებიც ჩემთან ერთად მსახურებდნენ მასწავლიდნენ რაც არ ვიცოდი და პირველად მაშინ გავიგე რა არის საერთოდ მსახურება როგორ უნდა მაგრამ მაშინაც გამახსენდა რომ ზუსტად როდესაც მსახურებდი აი ეს თითქოს ფონოგრამა იყო ჩემს გონებაში ჩაწერილი წლების განმავლობაში მოსმენილი წირვები სიონის ტაძარში და აი დღესაც როდესაც უნდა თქო მსახურებაში რაღაც ის შემოტანა შეცვლა ასე კი არა ასე ხო არ უნდა გაკეთდეს მე ვეუბნები რომ მენდეთ მე ფონოგრამის გარდა ვიდეო გამოსახულებაც მახსოვს ის როგორც მსახურებდა ყოველთვის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი და როგორ ტონალობაში მიყავდა ეს ყველაფერი როგორ მსახურობდა მამა გიორგი აწმეუფე იოანე გამრეკელი და ამის იქით არ ამგონი ვინმეს რაიმეს კიდევ სწავლა შეეძლოს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტურგიკა ის დიდი სკოლა რომელიც გავიარე მამა ადამ თქვენ ახლანდელი თქვენი ტიპიკონი როგორია და რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვინც ამ გზაზე დადგომას ცდილობს ან იწყებს გზას მონასტრისაკენ ეს დამოკიდებულია იმაზე თქვათ დილის მსახურება არის თუ არა ერთის მხრივ მე შესაძლებელი
არის, რომ ეს განაპირობოს იმან მაქვს თუ არა ლექციები, სემინარები ჩასატარებელი, ხომ არ მიდივარ სადმე ტელევიზიაში ჩაწერაზე, ხომ არ უნდა ავიდე დედათა მონასტერში, რომელიც დაარსებული გვაქვს შინდისში, იქნებ იქაა ჩასატარებელი მსახურება, მისაღები, აღსარებები, გადასახდელია პარაკლისი, პანაშვილი და ასე შემდეგ, ან ზოგჯერ ქალაქიდან ვართ გასასვლელი, ხო? ეს ძალიან ძნელია არის და აი ამ პირობებში, აი ეს არის ბერული ცხოვრების ყველაზე დიდი სირთულე, დიდი პასუხისმგებლობა და ამოსავალი, რომ შენ შეძლო ამ დროს კონდეს კავშირი უფალთან როგორ რანაირად ეს არის ის შინაგანი სამყარო რომელიც იქმნება წლების განმავლობაში რა უნდა უთხრა ადამიანებს რომლებიც აირჩევენ სამონასტრო გზას სასულიერო ცხოვრებისაკენ პირველ რიგში არ იჩქარონ ყველა მორწმუნე ადამიანს თუ იგი მართლა მორწმუნეა ერთხელ მაინც სიცოცხლეში ეს სურვილი უნდა გაუჩნდეს როგორ შეიძლება იარო ტაძარში როგორ შეიძლება უყურო ამ ცხოვრებას და შენ არ გინდოდეს მისი მონაწილე იყო წარმოუდგენელია ეს მაგრამ ეს ჯერ კიდევ არნიშნავს რომ ეს შენი არჩევანია და შენი გზა ამას ჭირდება დრო გამოცდილება მორჩილების პერიოდის გავლა მე ეს მორჩილების პერიოდი გავიარე წლების განმავლობაში აი როცა მივიღე გადაწყვეტილება რომ მე ცოტა მოვიდა ასეთი რომ ბერი უნდა გავხდე მე მგონია ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო არაფერი არ ამის მომასწავებელი თითქოს არ იყო დიახ ასე უნდა იყოს ამის მერე მორჩილებაში ვიყავი 12 წელიწადი ეს არის ის დრო რომელიც ჭირდება ადამიანს გაიგოს განმტკიცდეს რადგან სურვილს ჭირდება მერე განხორციელება და აუცილებელი არის შენ ღმერთთან მიხვიდე მაშინ როდესაც ამის დრო დადგება უღმესი მადლობა მამა ადამ ასეთი საინტერესო საუბრისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველი სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. გემშვიდობებით, ღმერთსებარებით.